იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. შემოსიყვარულო ესეც მოვიტანე კიდე რაღაცებს ვამზადებ. მინდა რომ რაღაცა განსაკუთრებული დაბადების დღე გქონდეს დღეს. შემი ცხოვრება ხარ ძალიან დიდი მადლობა. სხვათა შორის გიბერდება ქმარი რო იცოდე რა. აი ნუ შტერაო რაღაცეები. ეგრეა ხა მემატება ასაკი მემატება. ხმა აღარა მაქვს ხო და. კარგი კაცო ერთი რა. კიდე ხაჭაპურს ვაცხობ. ისიც მალე იქნება. ხო. მოდი. სადარი ჩემი იუბილარი არა გენაცვალე გილოცავ რაღაცა ეწარი წია გილოცავ მეუღლის დაბადების დღე გიბერდება ხო გიბერდება ხვარი კარგი ბიჭო კარგი რა ბიჭო კაცები 40 წლის მერე იფურჩქნებიანო ხო გაგიგიათ არა ო მაგარი გენაცვალე ისე მოდი ბიჭო გაფურჩქნაზე გამახსენდა მოიცერწავი რა საკეთე ხო არ გავძვით სადმე რა დალიე ხა ვიაგრა რა ვიაგრა გადმოფუთხე ბიჭო რა საკეთებ რა რაღაცა ერთი ცალი არაფერს არ მიზავს მაგრამ კისავს ბიჭო ჯერ სადუნა გავძრე მეუღლია სად უნდა გავძრე ვიაგრას ისვისო წამ მე არა ბიჭო გააჩერდი ახლა მოსულა მოდი ახლა არა თქო მოდი ახლა დაჯექი გაზ კიდე მაქვს აბები რო რამეა გნუსო გაგასუქებ ჯერ ერთი ხო ხედავ მეთქი გავძრე მიდი შენ გააღი ოპა ლაურა რა ვახარ და კარგად ბიჭო შენ რა ვახარ კაი რამე თვა კეთილი იყოს ჩემი ფეხები ამ ოჯახში კაი მაგ ფეხი გიდა აქედა შემხედე გიდა აქედა რაბარი დატო გევიკეთე უგურე მიშია ორი ზუხადი უპარი მივიხატე არა გლახა უნდა დაშვები ბიჭო რა ბრამა რა ასე ბერდები ხო ხედა თმამი აღარ მაქვს აი ავჭაყარო დაჯექი დაია მიდი აპა რა უნდა მიდები ლაურა დაპატიჟე ბიჭო შენ ხო არ გავაფრთხილე რა გინდა ბიჭო რა მინდა ბიჭო შენი ცოლი რა სიტყვის ეხა ამაზე რა უნდა თქოს ბოშობიდან ერთად გეიზარდე ჭირს რავა რა ერთად გეიზარდე მაშინ უთხარი ის წინაზეო ის ხავდაო გამოძახებული მეძავიო და შემთხვევით აღმოჩნდაო ნაცნობიო თუ რა ასეუნე ბიჭო სიცხვილია ხო არ გაგა შემთხვევით არ შევხვდით გოგო ერთმანეთი თუ შემთხვევით ხუთელი არის ერთად გევიზარდეთ და ვეთყვი მაგას ბიჭო რა ცეთყვი ბიჭო მართლა მაგას ეთყვი აბა რა უთხრა ასე იყო რა არ არის ახლა ეგრო შეცელს უთხრა ბიჭო არ დაგჟეჟავს ორივეს რა სხვა მეიფიქრე მართლა მიშია რაღაცა სხვა უნდა მეიფიქრო ახლა აი უთხარი რომ ამბოზვინული კაცი შეყვარებული ვარ ვითამ აუ კი რა უთხრა დავლიო მეორიც მე ბიჭო გაჩე არ გინდა ეს ვიარდა მოდი დამიჯექი მოდი აუ შეყვარ უთხარი მასე უთხრათ დაჯექი მიშია გილოცავ დაბადების ეხარე დაია მადლობა რა ოქნა ეს ახლა ჩემეიცა აჰა არა ლაურა გეხვეწები ჯერ წინაზეას რომ გამოგართვის ბოშის იმას თაობაზე რომ მომეცი ის არ უნდა გამომეცი მიშია მეწყინე გაიცოდე გამამართვი საჩუქარს ჩუქდის ის რატო წუხდებოდი რა შეწუხება არის რატო აწუჩი მოჩა ყველაფერი დედა რა ოქნა აუ მიშია გინდა ახლა შენ დაბადების დღეს სხვანაირი ელფერი შევძინო აი იმერული ნაღდიგე ახლავე იქნება მაგელფერი რა იმერული ელფერი ბიჭო გრეის 54 ელფერი გინდა შევძინო ეგ 50 არ არის კაცო რა ვარც ვიცი მე ხუთი მე დავამატე ზეიდან აუ შენ გენაცვალე აა გინდა მოხიკო გოგუები დავა კი დავლიო თვითონ რანაირი გოგუები მყავს იცი ძოწივი კაი გოგო ცოლი არის ჩემი ცოლი ასა გაანებე მაგვიაგრას თავი შენ ბიჭი გოგუები თუ უნდა მოხიკოს დავლიო გასაგებ აი ჩემი მეუღლეც ცია ეს არის ჩემი მეუღლეც ცია ეს არის ჩემი ფუთელი მეგობარი ერთად გაზრდელები ლაურა კაპანაძე. ამას ვიტყვი. სასიამოვნოა. ჩემთვისაც სასიამოვნოა. ბიჭო, ამნაირი კაი ცოლი თუ გყავდა. იმ დღეს რატო გამამიძახე შენ სასიკვდილე შენ? რა? გამოიძახე? ის იმას კურიერად მუშაობს ხო? მართლა დაჯექი და მოდი. ლაურა დაჯექი. შეთავსებით მუშაობ კურიერად დღე. ხო. და ისე რა პროფესიის ხართ? უძველესი პროფესიის ვარ ის. ვაიმე, ფიზიკოსი ხართ თუ მათემატიკოსი? ახლა რაფერ არის იცი? ფულის თვლას და მიზიდულობას თუ გევითვალისწინებთ ორივე ვარ.
მიშა გამოდი ერთი თუთი შენ გვერდზე მე ლაურა დაი არ მეიწყნა შენი აქანა მაქავარ არ მოვაწყეთ. მიშიკო ვინ ბოზი მომითრიე სახლში აი გოგო რა არის რა არის ბიჭო პირდაპირ მივხვდი ძალიან მარტივად რომ ბოზია თვითონ ამბობს და აი ჩემ თავს გავცე ვოღონ არ იყვირო ახლა უცბად აგიხსნე რა ამის გოცის არ ვიყავი გასული გახსოვს მერე მაგას ყავდა გამოძახებული რასაც შენ ამბობს ეხა რა სიტყვაც ვი აღარ ვხმარო ვიდრე დაიარ ჩემი თქო გეუნები ბოზი ხო და ამევიდა და ფუთელი დევინახე ერთად გაზრდილები მეგობრები აი გეუბნები რა და სხვა ბავშვობის მეგობარი არ გაგაჩნდა ბოზი რო არ მოგეთრია აი მე მახსენე არა დაია გენაცვალე გოგო რა გინდა შენ ვერ გევიგე მე ახლა გეუბნები იდეალური გულის პატრონი არის გოგო ფუთელი ერთად გაზრდილები კაი დაბანები და იდეალური მკერდი. კაი ბიჭო შენ რა რაც არის ვამბობ სიმართლეს რა გინდა არა აქ იდეალური თუ რა გინდა. არაფერი არ დაანებე მაგ ჩამიშვი ხო? მოგხედავ მე მაცადე კაი მოდი ახლა კარგი მიირთვით რა ხო სადღეგრძელო მინდა და საგენძელო აბა კი გენაცვალე აბა დავია შენ თავს გეფიცები თქო გეუნები და დამიჯი უი ბოდიში ერთი წუთი მირეკავენ ჯერეთი ირეკავე ხო ლია კი შემიძლია ლაპარაკი კი ხო ისი რა ქვია ვინ არის $100 იხდის $100 კი არა $1000 რო გადამიხადოს ახლა მაგან მე ჩემი ბავშვობის მეგობრის დაბადების დღიდან არ წამოვალ არაფრით გამორიცხულია ეგ ამბავი ახლა 1 საათის სიამოვნებაში მე ბავშვობის მეგობრობას და სიყვარულს ვერ გავცვლი ლია გამიგე ჩემო დაია კაი ვაიმე მართლა როგორ წრფელი მეგობრები ყოფილ ხო გოგო რა ქვია შენ თავს ცია მასი არის კი შენ რა ხჭის რა გატირებს მე თუ თქვა გული არის შეხნე რა მართლა თქვენ მეგობრობას გაუმარჯოს რა აბა რა სიყვარულს გაუმარჯოს რა სიყვარულთა წაკმოყვედით და მეგობრებო მოდი ახლა მე ვიტყვი ერთად დღეგრძელოს აბა მიდი დაუშდაია ცია შენ თავს გეფიცები მიშო წირიყურე მიშია დაბადების დღეს მოგილოცა და თან გევიხსენებ ვარძიის ისტორიას გაიხსენე ვარძია თამარა ექსკურსიაზე რო ვიყავით არ გინდა ახლა მაინც და უნდა ისი რა ქვია სკოლიდან წევედით ფუთიდან იმაში რა ქვია ვარძიაში ვინ სკოლიდან მაცადე ბიჭო ხო და ვართ ახლა ვარძიაში ასე წასულები და მე და მიშია რაცხანაირად ჩამორჩით მთავარ ჯგუფს ხო კაი არ ჩამორჩით ბიჭო მარტოები ვიყავით ტუნელში თუ რა ქვია იმას გვირაბში ისა გამოქვაბულში ხო და გამოქვაბულში რა კარგია გამოქვაბულში აღმოჩით მაცადე ბიჭო აღმოჩით მარტოები მე და მიშია ხო და ლაურა გეხვეწე რაცხანაირად შემომახურა აი არაყი ხონდა დალეულ და მაგიტო ხო ვოდკაც ხონდა დალეული ერთი ჭიქა მაგრამ სხვანაირად შემომახურა რაცხანაირად ხო და მარტოები ხარ კემესიამონა მიშიასთან მარტო ყოფნა ასე პირისპირ ხო და მე ვეუბნები მიშიას რომ ტუჩები მომიწიე რაცხა უნდა გითხრა თქო არიცი რა ქნა ყური მომიშვირა მაშინ მივხვდი რომ კაი ძმაკაცები ვიქნებოდით ცხოვრების ბოლომდე შენ თავს ფიცავარ ცია აგერ ყვება ადამიანი კი მართალს გაგიმარჯოს ჩვენ მეგობრობას გაუმარჯოს ალალგულს გაუმარჯოს ფუთიდან რომ დაიწყო იმ მეგობრობას გაუმარჯოს და აქანა რომ გძელდება აქანა რომ გძელდება და ცია შენ თავს ფიცავარ რომ მიყურებ დაანებე ბიჭო თავი მაგიმას შენ მიში ამ დღეებში ჩვენს კი ხوار მიდიხარ კვირას მივდივარ ახლა მართლა დედა რა კაია ბიჭო რაც ხამინდა ჩემებთან გაგატანო მეცადე შენ არა მე ვერ მოდივარ ახლა იმნაირი მუშაობა მაქვს რომ ჩემი დაჯდომა არ არის მიშია დაია შენ არ მეეწყინო ცია შენ თავს ფიცავარ სიცე შენ ლაურენცი გილოცავ იურგენაცვალე სუწისვლა წარმატებები ეხარე ძმაო შემოგაიკო გილოცავ უღლის დაბადების დღეს და რა ვიცი ჩემი გიორგი ძმა ჰორმონა გიორგი ჩვენი ძმა და მეგობარი ენაცვალე ეს არის ჩემი სოფლელი ჩემი სისხლი ხორცი მეგობარი რა ვიცი ლაურა გაბანაძე გიორგი რა იყო ზამიგო გიორგი ვიჯა
გამარჯობა ლაურა. ვიცნო ბიჭო. რა ვარ ვიცნო ბიჭო, იმ დღეს რო დამირეკე შენ, შენი დახმარება მჭირდება, არ იქამიშველეო და რო დაგეხმარე. იმ ფულს ჩარიცხვა არ უნდოდა? კაი, ახლა გოგო, კაი რა. რა კაი ახლა? ნისიაზე მუშაობ მე? ეს ერთი საღამოა და მატანი ეხა დღეს თუ დავამატე რა თუ არა და ერთერა დაგირიცხავ ბარათი. ჰე, დაჯექი ახლა მამისვენა გიო. ამათი პატივისცემით იცოდა. მამისვენა ლაურა, მოდი დაჯექი. ეს არის ჩემი დაია. გეუნები, გეიგე, მამისვენა აქ. ეს არის ჩემი დაია. შენ ცუდი არაფერი. იმატანო. ჩემი აცი ფულს გოდოხტი ჩაულებრივად ბიჭო. არ უნდა ისი ზეგე, მაზეგ და ერთი კვირის მერე. დაია არის ჩემი. მიშო დაჯექი რა. სია შენ თავს ვიცავარ დაია? მოდი აბა გაუმარჯოს რა, ერთი უნდა დაგლოცო რა. იუბილეს მოგილოცავ, ყველაფერს აუგეთისოს გისურვებ. გაიხარე, ლავრენტი შემოგვი. შენ გინაცვალე. მადლობა, გაიხარე ჩემო ძმა. მიშია, მოდი ერთ წუთი აქეთ ამხრიდან. ხო. ბიჭო, შენ დაბადების დღე როა, რაცხანაირად, სხვანაირად მინდა რო გცე პატივი. გაჩერდი. აი, ძოწივით გოგოები, კარტაგასიო არ გიდა. მეც გოგო ძლივს ვაჯერებ ჩემს ცოლს, რომ რაცხა არაფერი არ ხდებოდა ხო. რა იწოწივით გოგოები. ან რა უნდა უთხრე. მე მოუგვარებ შენ ცოლს, დაჯექი მადანა. ახლა შენ თუ მოუგვარებ, მე გლახა. დედა, ახლა დამირეკეს რო ისიო, კლასელების შეკრეფა გვაქვს. რას ამბობ? მართლა? ხო, კლასელების შეკრეფა გვაქვს. ეხა ამ წამს დამირეკეს. მიშიკო, უნდა წევიდეთ. აუ, დაბადების დღე რომ აქცია მე რა მე ერთად ავხნიშნოთ ახლა ის. თან კლასელების შეკრეფა და თან იუბილე. კი, კაცო რა. ხო არ არის პრობლემა, ცია. არა, კლასელები მიყვარს თან. აბა რა, აი ძოლი. კაი, ციან დაგირეკა. გეტყვეწე, კლასელები ვერ გამოდის, სწორად ვერ გამოდის ჩვენ. წამო, მასწავლებელი გველოდება, წამო. გაერთე მიშიკო, კლასელები იკრიბებიან, კარგოს გაატარებენ. აი, ხუთში რო არ სწავლობდი და არის თბილისში დავამთავრო სკოლა. ისე მეცვიდა კლასელებს ახლა კლასელები იკრიბებიან? რა კლასელები იკრიბებიან? მიშიკო! მიშიკო! აუ ისე მართლა რა კლასი. უხრა ჩახია ბიჭო როგორ გაძვრას. მე დავრჩით ეხა მარტო ესე. რა ვაკეთო ეხა? აი ჩინურებზე გეპატიჟები ძო. ჩინურები. აი შეგე. აბა ასე ხო? მოიცა მაშინ ერთი წამით ეს დავამატოთ. ეს დავამატოთ. მე ვიხდი. ოპა! კარგია. კაისოში, აი ატრია შეგენაცვალო შემითავი. ახედარ ვაგზელებ ჩინურ სამზარეულო. უნდა გაკეიფო გასა. რამო შეგენაცვალე? რა სუში და ატრია, ბიჭო, ჩინელებიო, შენ არ მითხარი? ჩინურები, მე ჩისუში და ატრია, ჩინური. მოიცა ატრიას გულისთვის დამალევინე, მეორე ვიაგრა, ხო არ გაგიდი შენ ჩინელები. და დალი, შენ რას გადაეგდი, ავიაგრას. ვაიმე დედა, კაი, წამოდი მას ცოტახანი ვირბინო თორე ცუდათავარ, არ შემიძლია რა. გავიდე. დავაი, ზნიჰაუ მეთქის არ მეჩი, დავაი, წავედი. გამისკდა თავი, გამისკდა ბიჭო. აი დედა რამდენი დავლიეთ, აი დედა. მაგას დალევა არ ქვია. მაგას ქვია ჩასხა. აი აბა ბიჭებო, ხაში სანამ მზად იქნება, აი ეს ჭაჭა არის, თვითონ და ეგრევე გამოგიყვათ. მიდით, აბა თქვენ იცით ხაში მოვიტანე ხო? აი შეგენასო. აი შეგენასო. აი შეგენასო. ერთი სახარება, ერთი გახარება. ვახ ბიჭო გამომახედა მე მგონი თვალებში. დღეს თემურასთან როგორ წასასვლელები ხო არ დაგავიწოდა. ჩვენ გადავრჩეთ დღეს და მე ავიდა. ორი სახარება, ორი გახარება. ბიჭებო, აი ეს ხაში. უბრალოდ რასპასის კოვზები გაქვს გუშინ სადღაც დანიდან იყვნენ ტიპები და სულ ქაჯები იყვნენ დაღონეს ეს რკინის კოვზები. ხაში ხო არის შეგენასო. კარგი, აბა მოვალე ხავე მოგაქცევთ ყურადღებას. უჩემი ვაიმე ხო სწორად მოვედი? სწორად მოვედი? კი, სწორად ვარ. აი მე რა კაია. და რა პროცედურები ტარდება? აი დედა. რა სუნი დგას? უკაცრავად. ეს ვინ მოსულა როგორ ახარ ძვირფასო? გადია. აბა დაჯექი რას მიირთმევ? ჩიხითმა გვაქვს, ბოზბაში გვაქვს, ჩანახი გვაქვს, მუჯუჟი გვაქვს, წალკიდან ჩამომაქ, უგემრიელესია ყველაფერი. რას მიირთმევ? რატომ კლავ ადამიანო? ებს მასმენინებ რა წალკა შვილო. ნატურალურია ყველაფერი, ხო!
გაჩუმდი. პროსტა ვაკემ ამაფეთქა. აი ყველა მირეკავს ყველა მწერს რა ხდება შენს ძველ ლაუნჩიო. რა სუნი გამოდის? მე ვაკეში ცხვირი წაგოაძრეთ, ხვდებით? აუ, კარგი, რა უნდა ხდებოდეს? ხალხი მოდის და პახმელიაზე გამოყავს, ანუ ხარს მიირთმევენ ჩიხით მას და ეგეთ რაღაცეებს რა. იცი რა მაინტერესებს? ეს ორი არასტანდარტული აღნაგობის ადამიანი თუ რაღაც გაუგებრობა რატომ ზის აქ? აქ კი არა, ვაფშე ვაკეში რა პოჩი შემოუშვით? არ შეიძლება რომ აი ესეთი რაღაცაერი აღნაგობის რაღაცეებმა დიღმის იქეთ რომ ისადილონ ხოლმე. გავიგე. თუ თქვენ არ სადილობ? გავიგე, მაგრამ ესენი არიან ჩვენი ერთგული კლიენტები, მიხვდი? ბაზარი არ არის, ერთგული კლიენტი. მოდი, დავარქვათ რომ ძალიან ვაკელები ხო არ არიან? ან ვაკის კალორიტი ხალხი ხო არა? მოდი, ბარსკლავი გავხსნათ, ბარემ დუქნის წინ. აუ, იცი რას გეტყვი? მომისმინე, ესენი ინდეფულს ხარჯავენ ყოველ დილით, დიდი სიამოვნებით გავხსნიდი ვარსკვლავს, მიხვდი? იცი რა ნეფულს ხარჯავენ ესენი? აუ გეხვეწები რა, პროსტა ნახე მართლა ყველა მე მირეკავს და ყველა მე მწერს, უკვე ძალიან სირცხვილია. აუ რა ვქნა აქვა, შენ თვითონ რაღაცას მოვაგვარებ, კაი? შენ არ ინერვიულო. ხარ. აუ პროსტა ძალიან სუდად ვარ. აი ძალიან მაინტერესებს, რატო აძლევ შენს თავს იმის უფლებას, რომ ჯერ ესეთი რაღაცები გააკეთო და მე კიდე მე შემეპასუხო რაღაცა პონჩი. ძალიან ტეხავს. ჯერ ბოდიში მერე ძალიან რას გავხარ. არ გეწყინოს. აუ აი, ძალიან ცუდად ვარ. ეხა მომწერა ადამიანო, რომ აი ამ სუნის გამო ვაკეში ორი ადამიანი მოგვიკვდაო. გენოციდს რატომ იწყობ? კატიშვილი ვიხარ. ანუ გენოციდი რა შუაშია საერთოდ ვერ მივხვდი რა, რაც მუშაობს გავხსენი ის რა. მუშაობს რესტორანი, გავხსენი რესტორანი, დუქანი ჩვეულებრივი რა. ძალიან ცუდები ხართ. ხო, რავი. იცი რა მაინტერესებს? აი ეს მუსიკები რა არის ჯოჯოხეთში, რატომ მოვხვდი? რატომ მოვხვდი ჯოჯოხეთში? ანუ ჯოჯოხეთში არა, ნახე, რაც ამართლებს ისინი მაქვს ჩართული რა. წინა კვირაში ჯაჟი მქონდა ჩართული და საერთოდ არავინ არ შემოვიდა, მიხვდი? აი მე იმიტომ რომ ძალიან ბანძი მენეჯერი ხარ შბილო, შენ მაგას ვერ დადიოდეს. ანუ ჯაზი ვაფშე ხალხმა არ იცის რა თემა, მაგრამ ხო დადიან ჯაზ ფესტივალებზე? რატო? იმიტომ რომ ასწორებს, ხდები? და კაი ტიპებაა და ვაკეში რა ხა ჯაზი ჩართო და აღარავინ არ შემოგივიდეს. ანუ ბანძი ხარ შბილო. ძალიან ბანძი ხარ. აუ ძალიან დავიღალე. ფუჩემ, ეს პირსახოცები რას ნიშნავს? ძალიან გთხოვ, და მე სპა პროცედურები ტარდება თუ რა ხდება ვერ გავიგე? ნახე რა ხდება, ანუ ინგალაციას იკეთებენ, მიხვდი? ანუ ხაშზე გადაფარებული რო გაქვს თავზე, ანუ ყელყურცხვირი ეგრევე იხსნება და ბახველიაზე გამოდის, ხდები? გინდა შენც? შენ ბიჭო ნორმალური ხარ? ხო არ გაჟუილებს შვილო? მაგას რა პოჩი მთავაზობ მე? როგორ შეიძლება რომ მე აი ეს რაღაცა გავსინჯო, ჯერ რა არის? უკაცრავად. მოდი აგიხსნი რა არის, ხო? ხაში როგორ კეთდება, ნახე? ანუ საქონლის ფაშვია, ფეხები და ჩლიქები და ნუ ნიორი აქვს დამატებული კიდე და მისი წვენი, აი, ხო გეუბნება, აი ინგალაცია შეხედე რა. აუ, ეხლა პროსტა არ გამომაშტერო. არ გამომაშტერო, ლეშ ჭამთ. ლეშს არა, ხაშს ჭამთ. ლეშია ბიჭო. ნახე, ლანკ, ნახე ხაშს ჭამენ, არა ლეშს. ხო, სასტრაფოში დარეკე, ნუ მოკლავ ამ ორ ადამიანს. აუ, არაფერი. არ მოკვდეთ. არაფერი არ მოვუათ, გამიჯერე რა. ეს ჩვენი ორგანიზმისთვის ახლა ისეთი კარგი არის და მარგებელია რომ აი რა გითხეთ რა. ლანკ. ძალიან მაგარია. ლანკ, ნახე რა ხდება. ხარ იცი? აი ხარხართ, ნივრის სუნად ხარხართ, ხვდებით კაცებო? ლანკ, ნახე მაგ აკროლებასაც თავის მუღამი აქვს რა. ალბათ ძალიან მაინტერესებს. თქვენი სულად ხარხართ. მე შვილო? თქვენ. შენი აზრით? არ ვიცი. ანუ შენი აზრით ჟიბენშის ჟოლოს სუნა მომასხია შვილო. ხო და ეგ სეზონური ხაში არის პარადიული. გასინჯეთ. კარგი შენ რა. რა ფიქრობთ ახლა ანუ ვაკეში ვინმეს მივცემ იმის უფლებას ჩემს ვაკეში? ვაიმე რა გჭირშვილო? ნახე ლანკ, ნახე ამ ხარ საკ თავისი თვისებები რა. ჯერ ახმელიაზე ხო გამოდიხარ რაღაც ცოტა მოგთენ თავს, საძილე თემაა, იქ ძვლებისთვის კარგია და ზოგადად ორგანიზმისთვის, სახსრებისთვის ძალიან მაგარია, მიხვდი? თავისი დადებითი თვისებები აქვს რა. აუ თუ ეგეთი კაია, მოდი ლაქშერ მედიკალი დაგერქმია, ბარემ აკავრობის და არა დუქანი. აუ დუქანი ძალიან ბელიაშვილია, ხვდები? აი ძალიან ნახე, მე ეგეც გავთვალე რა. მიხვდი? უყურე შეხედე რა ხდება ხალხმა რო არაფერი არ გითხრას ისევ შენზე ვიზრუნე რა. მიხვდი? რაღაც უბრალოდ დუქანი კი არ დავარქვი, ლედუქანი დავარქვი, გამიგე? აუ ისე რაღაც პოჩი სახალს არ აუშავს. აუ შენ კერძები უნდა ნახო რა. გადი ბიჭო, მეორე შენ თავის გამაკადრო. ხიცა ვარ ძალიან მაგრები.
წადით ცუდებო წადით ბოროტებო რატო მანგრევთ მე ვიცი ახლა რა მე დაურეკავ ახლა uncle noodles იმას მოვიყვარ და მე ნახავთ აქ რა მოხდება პროსტა რა ჩემს uncle noodles დაუწუხებ უბრალოდ რა uncle noodles ჩემს სიცოცხლეს გაფიცებ პროსტა გამოდი ხო ფალიაშვილზე ვარ ჩემთან ხო თუ გიყვარ ვაიმე თან ყლავენ აი თან არ ვიცი რა ხდება აი შოქში ჩავარდე მაგრამ მაგისთვისაც რო ამცალია ხო ხვდები შენ ანუ შოქში რო ჩავარდე მაგისთვის რო არ მაქვს გთხოვ ჩემ თავს გაფიცებ გამოვარდი რა ძალიან ცუდად ვარ არ ვიცი დავისტრესე კაი კოცნი ცუდება როტება მოდი აი მე ძალიან ყარხარ რატო ყარხარ ეს ხაში არის ვაკურის ნობიზმის და კახურის სინთეზის ერთობლიობა ნახე შლიქი მეუნება რომ ცხოვრება მძიმეა მაგრამ ხევადი შეგერგოთ ძალიან მეწოდებიან რატო ხართ ესეთები ძალიან უსასურად გრძნობთ აშვები რა ხდება აგერეკა და გეთქვა და რავი თუ ბაზარი იყო შევარიგებდი გამანდას რაშვები როგორ ძალიან ცუდად ვარ შენ მომიკვდა აი ძალიან ცუდად მიშველე ჩემს სიცოცხლეს გაფიცებ რა ანუ ჩემი ადგილი ჩემი ფართი გავაქირავე ანუ ლაუნჯის კონჩი რა მე მეკრა რომ ლაუნჯს მოხდავდნენ მოვედი და დავხვდა დუქანი და დუქნის ლომები მიშველე გთხოვ და ნივრის სუნი და ყარს და რაღაც თემები ხო ხდებია რა არ შემიძლია მეც არ ვთქვი რა ჩისნოკის სუნია ეხა მეში მეში მიგვარე რა ცუდად ვარ გაუარეს გამანდას რავში აშო ჩემი ოღონდ მაგრამ ნოდო რა ანუ ჟენერალ uncle ნოდო რა ყველა მისოს ვაკე ვერა საბურთალო ყველგან ავიცი რა ქიზიყი ყველა მის ნოჩა ყველა მის ნოჩა არ დილით გავიჩი მე ავდიქი რა შევედი მე სარკეში რა მეთქი მე ხოსაგარი მე ვიხი ცოტა მოკლედ ეხლა ბოდიში მაწალე ჩემი მაგარს გიყვი მოსუნა აი ამე რაღაცა მე გავად რემონტის პროსტა ერთი აუზი ჩემი ნო მეორე აუზი ბოზე ბუა ჩემი რისით მაგინდა მოკლედ გითხარი რისით მაგინდა რა გავიგე აროში აქ სახაში არ გამოვა ბოლოს უკაცრავად ნახე აქ ანუ თანხა გადახდილი რა მიხდი აქ არის ჩემი დუქანი თანხა გადავიხადეთ და დახურით ვერ დახურა მომხედესენ ბიჭო ვაკეში დუქანი არ გამოვა რა ბოლოს არ ვიცი ახლა თანხა გადახდილი აუ ძმაო აქ ხო იცი ხა აქ სხვა ბაზარი იყო და აქ ვაფშე მოდიან ძმაო დუბაის კამადა ვაფშე მაგარი 4 სართულიანი ცათამრჯენები უნდა აღაშენო ბრატ არ ჩვენ გადახდილი დაურეკო მეტი ჩემთავს გაფიცებ დაარეკე რა აურეკა შეიხს დაურეკო პირდაპირ მოსულობ გადი შვილო ყარხართ აიო უხალა ალიზომ ალულა და ჩესნოკის ალუ ხაში ჰამუ ბაცნუ უხალა აულა ჰამა ჰამა ალუ ჰამ ალუ ჰამ ოკეი რაო არ ვიცი ეგ ადგილი შენ დაუბრაკეთო შენ ვაფშე სხვაგან ვაშენებ და მაგ ცათამრჯენებს რა ვიცი ხტები ანუ არ ვიცი ეს ადგილი აქ მაგათი აღარ გამოვაო რა ვიცი ვინ თქვა შეიხმა რა ვიცი მაგას რავი ეხა მომწერა კიდევაც აგ დამიდეკა კიდევაც რა ჩემს სიცოცხლეს გაფიცებ მიდი პირდაპირ მიადექი რა მაშინ რას ვიზავე ხა იცი აეროპორტში გავალ ხო ხო აეროპორტში გავალ საბურთალოზე გადავფრინდები და გადმოვალ კაი მოიცა რა თქინდა მაგდენი პირდაპირ საბურთალოზე რა გახვიდე ხო მაგრამ პასპორტი ყილავი რე გადავფრინდები საბურთალოზე უცებ გადმოფრინდები რა აი ბაზარი არ არის მიდი მომიგვარე რა თუ გიყვარდე თუ გიყვარ ვარ ძალიან ცუდად ვარ ხალხო იმენა ვაკე ყარს ვაკე ყარს ნივრისუნად აი მე რა გავქნა აყროლებულებო ცუდება ძალიან ცუდება წადით გადით
აუ ისა, ჯიგარო ერთით დაგვიმატე რა შენ რა. კი, არ არის პრობლემა. შენ ხო არ უბერავ ეხა დაგიმატებს სასჯელს მართლა. რა გნებავთ ქალბატონო? რა დამნებავს ვერ გავიგე. თელ ვაკეს მოგვაყენეთ ზიანი, მორალური ზიანი. ხო და მე მგონი სასჯელი გეკუთვნით ხო? ცუდება. კარგით რა. ძალიან ცუდები ხარ და გადით აქედან ეხა. მე თქვენ გაგაფრთხილეთ რა. მეუბნებით ეს ხაში არის აი სითხე ორგანიზმისთვის აი როგორი სასარგებლოა იცი და გვერას აჭავთ ეს კრუასანებს და დონატებს და აი მე რაღაცებს ეგ პირიქით საზიანოა ქალბატონო აი ეს გასში შენ გენაცვალე აბა რა. მომისმინე შენ ნასკების უჯრავ. ზახორა ბოტავდი შვილო. შენ არ იცი რომ მე იმიჯის დაზიანებას მირჩევნია კუჭინაწლავი დავიზიანო. ხვდები? და შენ კიდე აქეთ ხარვით ორგანიზმი რო აწიო და ისე რომ ელაპარაკო ქალბატონს კარგი იქნება მეტი ზრდილობა გმართებს ხო? გავიგეთ? ძალიან ცუდება. აბა, მე მგონი აი მე უნდა გამოვიდი დავკეტო და ვაკე მამაფეთქა. მე გახარება მე ვესახარება. ეყავთ გთხოვ, გადით, წადით. წადით აქედან. შეგერგოთ. აუ ისე მე მგონი გამოვიდი ცოტა. აუ ხო არ გადაობ აუ დედას ვისავარ იმენა. აი ეხა გიცანიგიო შენ თავს ვისავარ. შენ ძმობასივარ ხედეთ ეს რა სითხეა? დავა ერთის აი შენ თავს ვისავარ საკუთარ თავს ვერ ვცნობდი ეს რა იყო პროსტა აი რამადენი თუ არ მკლავდეს მახმელი აი შენ თავს ვისავარ ვიღაცა ისავარ აი კიკი ვარი თქვენ გენერატორი იდიოტები, ანუ თქვენ ახლა მახმელის პონჩი ლაპარაკობდით ისე რა? აი შენ თავს ვიცავარ, საკუთარ თავს ვერ ვცნობდი მეთქი ხო გეუნები რა. მოდი რომ ხოლო მეცხრე სახარება და მეცხრე გახარება და ყველაფერი კარგი. გინდა ხაში დაგიცხა. არა, ჩემ თავს გაბი. აუ, ხო, ეს დუქანი ვაკეში ვერია. აუ, ნო, შენ თავს ვიცავარ დაგაკაცრავს ახლა რა შე. იმე ერთი დუქანი უეჭველი ვჭიდე ხარ, რაც არ უნდა იყოს. ხო ხტები ადამიანი რაღაცნაირად აი სხვა ხარ საჭიროა რა შენ თავს წამო ეხა მე შე პიშკებზე დაგპატიჟებ იქეთ ჩავედი ხო არა წამო რა სააბაზანოში წავიდე ჯერ გთხოვ რა აი ბაზარი არა მაშინ გეხვეწები მე პიშკებზე გავია აი ძალიან ერთხელზე გასინჯო აუ იმენა როგორ ახელი ეს ხო არა გადაო იდიოტებო ბიჭო ხო არ ნერვიულობ ამას გას აუ ცოტას ნერვიულობ ეხლა ხომწილი მაგრამ არა რა გახსა ნერვიულობ აუ პროსტა სად არის ის ქალი ამდენი ხანი რატო არ მოდის არა ვაგვიანებთ რა ფოტოსესიაზე ვარ წასასვლელი აქედან ხო იცი მე სალონში უნდა შევიარო თმები მაქვს გასასწორებელი ვაიმე ძალიან ნერვიულობ დამშვიდი ვაიმე რა შვი ვაიმე მიშიკა გული გამიხეთქე ხო მე კიდე მეორე ფოტოსესიაც ხო მაქვს და რომელი საათია ნახე 5 საათია 5 საგლია 5 წუთი 5 ანუ და რესტორანში ხალხი გველოდება ვაიმე ყველაფერი იქნება ნორმალურად დაწყნარი დამშვიდი. გოგო ჩვენ სოც შამპანჯე. პრინციპში დამელოდა რა უჭირს მე ცხოვრებაში ერთხელ მაქვს ქორწილი. მოიცა ერთი წუთით. ერთხელ რატო მესამეთ არ თხოვდები? 4 წლით დავლევ. გოგო მიშიკოსთან ხო ერთხელ მექნება რა. არა არაფერი სად არის მეთქი ის ქალი ამდენი აგვიანებს. ანუკა. გოგო მოიცა ეხლა რა ისეს დავაგვიანე. ხელის მოწერის ცერემონია მიყავს, ხო იცი და დაგირეკავ მე, ოკეი? ვაიმე, ლანუკა. ალენდელონი ხო გარდაიცვალა? აუ, რავი, რატო და ალენდელონის ახალგაზრდობას მოყავს ცოლი? კაი, მაცადე, კაი. ბოდიში წყვილი რომელია? უკაცრავად. მე და თამუნა. ჩვენ ვართ წყვილი. გასაგებია. გაქვთ ბოდიში? ხო, კი. უბრალოდ უცბად ის ფრაზა გამახსენდა. ჩემზე და შენზეა. ფერი ფერსა მადლი ღმერთსაო. ვაიმე, მართლა ვერ ხედავს მე მგონი აქ რო დგავარ მიშიკა. არა, არაფერი ისეთი, უბრალოდ კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი, როგორი უსამართლოა ცხოვრება, ხო? აი როგორი უსამართლოა მართლა ორი ადამიანი რომელიც ერთმანეთისთვის დაიბადა უბრალოდ ერთმანეთის პირისპირ უნდა იდგეს და არა გვერდი გვერდ ძალიან ხდება გული რაღაცებზე მაგრამ ვაიმე ძალიან გვეჩქარება გაიწყეთ რა რა ხდება
ფლეშმობი არა მე ესეთი დადგმული. არა მე რა გეჩქარება? ძალიან მეჩქარება. მაშინ მიდი გაიქეცი, ჩქარა, მიდი. ჩქარა, მე დავიტოვებ. მიშიკო რა ხდება? არ შენ თავს ვიცავ თუ პირველად არ ხედავდი, არ ვიცი რა. ვაიმე გოგონა დადექი თქვენს ადგილზე და გაიწე. აუ, ბოდიში შეიძლება თქვენს მეუღლეს ყურში რაღაც უთხრა? ყურში რა? უბრალოდ ვეტყვი რა. ხო, კაი რა პრობლემაა უხრას. ოღონდ დავიწყოთ მალე და ზუსტად ვიცი რომ ჩემზე გიჟდები, გინდა გავიქცეთ მე და შენ ეხლავე აქედან. მიშიკო რა გითხრა? გავიხერას, მე მართლაო. კაი, ბოდიში რა. ვიცი რომ აი ხოთ თვალებით შემჭამე და შემახრამუნე. გინდა გავიქცეთ, გთხოვ, ეს დამპალი ქალი გააგდი აქედან. რას გეუბნება მიშიკო? მართლა არ ვიცი. ვერ ვხვდები. ვიცი რომ თვალებით მატიტულებ ახლა. ხო და მეც ეგ მინდა, წამოდი გავიქცეთ, გთხოვ. ხას კადრულობ გოგონა, ერთი ვაიმე მიშიკო რა გითხრა? ეხა მითხარი. არ ვიცი, თამარ, მართლა რა გავიქცეთ, რა. გაღიზიანებული ხართ რამე. გეხოცები, გადავიდეთ უშუალოდ საკ. არ ვიცი. დავით, არ დავიბატონო, კი ბატონო, მობრძანდით. მობრძანდით და დავით. მობრძანდით. გადავიდეთ, მაშასე. უშუალოდ ახლა გადავდივართ ხელის მოწერის ცერემონიაზე. ეგრე რა. სანამ დავიწყებთ, მე მაინტერესებს რამდენი წელია უბრალოდ იცნობთ ერთმანეთს. 5 წელია, 5 ბედნიერი წელი. ანუ 5 წელია იცნობ და ეს არსება მოკავს ცოლად? რა არსება? თამარი მქვია. აი მე ჩემო კარგო, აი ესეთი კაცი მედგეს გვერდზე და თუ გინდა თამარი დამიძახონ, თუ გინდა ჟორა, თუ გინდა მადონა, თუ გინდა საკონელი. უბრალოდ ვიცოდე რომ ვუყვარვა და მჭირდები მას. მიშიკო რაღაცაშია საქმე და ვერ ვიგე. არ ვიცი, მართლა რა. დაიწყეთ რა. უშუალოდ საქმეზე გადავიდეთ, გეხვეწები რა. გადაუხადეთ. კარგი, მაშასე, გადავდივართ ხელის მოწერის ცერემონიაზე. კარგი. გადავიდეთ. მანამდე კი მინდა ამ ულამაზეს წყვილს, სადაც აშკარაა რომ ბიჭი ბევრად ჯობია გოგოს. რა სისული? უბრალოდ მინდა მებნიერება გუსურვო და სიხარული და სიყვარული. ერთი წუთით რას ნიშნავს ბიჭი ჯობია გოგოს? სიმართლეს. სიმართლეს. ოინე არა, თამარ, გეხვეწები დაწანადი. რა ხდება? უკაცრავ, რა ხდება საერთოდ? გადავიდეთ უშუალოდ საქმეზე რა. კარგი, მოდი დავიდეთ. მოდი წინ დავიდეთ, აი არ დადეკი. კაი, წინ დამიდექიო, მიდი დავდექი, ოღონდ დავიწყოთ. მოკლედ, როგორც თქვი, იწყება ხელის მოწერის ცერემონია. დიახ. მომენტი, როცა ხელი უნდა მოაწეროს სიძე პატარძალმა და ისინი სამუდამოდ ერთად იქნებიან. მამაკაცი ჩაებმება ოჯახურ უღელში. მოუწევს 1000 სამსახურში მუშაობა. მოუწევს ტანჯვა, წამება, ჯერ ერთი შვილი, მერე მეორე შვილი, ამდენი ტირილი, ამდენი გოდება, მერე წაეთრია შენ ნათესავებთან, არა შენ წაეთრია შენ ნათესავებთან, მერე ღალატი, უსიყვარულო ცხოვრება, მე კი რას ვითხოვ? უბრალოდ ვნებიან ღამეებს. ვაიმე რა. ვაიმე, ბოდიში რა, ძახმამაღლა გამეფიქრა. არა, სადასი წამი. რა ხდება მიშიკო? ხომათის ბიუროში ვარ. ის არა, ბოდიში რა, ბოდიში მართლა ხო და დაიწყეთ რა. კი ბატონო, ბატონო მიშა. დიახ. მიშა. თანახმა ხარ თუ არა რომ ცალად მოიყვანო? აი ეს უერთგულო მასთან ერთად იყო გაჭირვებაში. სადღაც შორს ტალახში ეგდო მასთან ერთად. უფულო დარჩენილი, გაღატაკებული, წვიმაში, თოვლში და ქარში, თანახმა ხარ? თანახმა ვარ, კი? კიო. მოიცა მიშა, ეხლა შენ არ გირჩევნია, რომ ჩემთან ერთად იყო ბედნიერებაში, სისულელეებში, მოგზაურობებში, რაღაც სამოთახო ხდება გოგონა. გეხვეწები. გააგრძელეთ. არა, ნუ ამისათა. ნერვებს უკვე. დედა შენმა. დედა გადავიდე, მაგრამ შენთან ეკე? კარგი, კარგი, კი ბატონო. მოდი ახლა გადავიდეთ ყველაზე მნიშვნელოვანზე, რაც მე ძალიან მიყვარს. ახლა ჩვენი ულამაზესი პატარძალი ისვლის თაიგულს, მანამ სანამ მე სიძეს ნომერს გამოვართმე. ერთი წუთით რა, თაიგულს ისვრიან ქორწილში, დადექი რა შენად. კარგი, მაშინ ახლა ყველანი გავხდებით მომსწრე, ულამაზესი ცეკვისა, რომელსაც შეგვისრულებს ჩვენი ულამაზესი პატარძალი და მეჯვარე. შენ მოდი ჩემთან. რა მეჯვარე და პატარძალი, დადგმული გვაქვს საკომე და მიჩიკოს ქორწილისთვის. რაიმე ხალხო, რაღაცაერთ გადაატანიეთ ამ ხალხს ყურადღება რა, რომ ეს დამპალი რომელი გამოვართვა სიძეს. რას კადრულობ ხალხო? რას კადრულობ? მოდი, რა გავაგრძელოთ თუ შეიძლება. ხარ მინდა რომ ჩავერიო რას ბედი. გავაგრძელეთ რა, ახლა ნახე ვითმენ, ხო? კარგი.
თამუნა შენ თანახმა ხარ რომ არ გაყვეცოლად მიშას დაუთმო მიშა ცია კოფიფიას რომელიც მასავი ჩაგვრემანია და უბრალოდ ბედნიერება ვაცადოთ ამ ულამაზე წყვილს თანახმა ხარ ანუ რას მეკითხება ახლა რომ ცოლად არ გავყვე? აი მე რა ამ სისულელე სიტყვებს ყურადღებას არავინ არ აქცევდა და მაინც აი ამ იდიოტმა მიაქცია ყურადღება რა რა ხდება უკას ერთი ცოტა კორექტულად რა მართლა კარგი ახლა მინდა უბრალოდ მივმართო იმ ადამიანს რომელმაც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა როდის? რომელმაც საერთოდ თავგზა ამირია უბრალოდ გონებაში გადამიტრიალა ყველაფერი ადამიანს რომელთანაც ბრედ პიტი უბრალოდ იატაკის შუარია ეშტონ კაჩერი არის უბრალოდ სანაგვე ურნა ვნების კორიანტელო საოცარო მამაკაცო თანახმა ხარ მოიყვანო ცოლად ეს რაღაც შენზე ამბობს? რა? ეს რაღაც? ერთი წუთი ნუ მაწყვეტინებ შენ რა თანახმა ვარ კი კიო. ბიჭო რა გაჭამა ან რა დაგალევინა რა გაჭამე? რა მაჭამე რა მაჭამე აუ ძალიან დავიხალე უკვე აი მართლა ძალიან დავიხალე რა კაი გაგზელეთ რა ძალიან გხოლთ რა მიიყვანეთ საქმე ბოლომდე. შენ თანახმა ხარ თაგუნა კი, თანახმა ვარ. რა თქმა უნდა კიო. ხო ანუ თანახმა ხარ შენც ხო მაგარია ძალიან გილოცავთ გამაგები. არ ვიცი შენ მე მგონი რას ვიცნობ პირველად ხედავ მე მგონი ნასვამია რა ხდება ჩაერიე ბიჭო აი არ უნდა ეს ამდენი რაღაცა რა დავიჯერო ეხლა დარბაში ყველა თანახმაა რომ ამან ეს მოიყვანო სოლად წინააღმდეგი არავინ არაა არა რა თქმა უნდა. არა, ყველა თანახმაა. ჩარაქენი. კიდევ ერთხელ სვამ კითხვას წინააღმდეგი არავინ არაა მე ვარ წინააღმდეგი მე ვარ წინააღმდეგი ვარ ეს ქორწილი არ უნდა შედგეს რატო ვინ არის ეს? ვინ ახარ მე რა ვიცი ვინ არის რატო არ უნდა რაღაცა ის ურთიერთობა გქონდა? კი. არა რაღაცა გქონდა დაშკარად კი შეგა მღალატობდი საიდარ ვინ არის აბა ეს? პირველად ხედავ გეუბნები. მე აღარ მინდა შენთან ერთად ცხოვრება. თამარ ერთი წამი არ გიცნობ საერთოდ არ მიყარა გეუბნები დამეხმარეთ თამარ ერთი წუთი. არასდროს არ გაეკიდო სხვა ქალს ჩემს გარდა რა შენს გადა ამიჩი გაგვი ერთი შოქებზე დამიდექი გთხოვ რა მოხდა შოქებზე პირველად ხედავ თამარ რატო დამტოვე ქორწილში მარტო დამბალო ერთი წუთით რა. თამარ მიშა დილიდან მინდოდა ამის შეჭმა. მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. წარმოგიდგენთ 1 მილიარდ ნახევრიან მოქმედებას კუკარაჯა. ეს ამბავი მოხდა ინდოეთიდან ძალიას შორს, თბილისში. ერთ უბანში უბნის ინსპექტორი დაინიშნა, სახელად კუკარაჯა. კუკარაჯას ხელფასი არ ყოფნიდა და შეთავსებით კურიერად მუშაობდა. კუკარაჯა ყველას უყვარდა. კუკარაჯასაც უყვარდა ყველა. განსაკუთრებით კი ერთი ქალი შეუყვარდა. მისი სახელი ინგირა ჩაკრაპორტი იყო. ყველაფერი კი მისი მეზობლების საჩივრით დაიწყო. კუკარაჯამ ვინმე ინგირა დაკითხვაზე დაიბარა განყოფილებაში. გამარჯობა კუკარაჯა შენი რო ინგირა, შენი თვალები განგის მდინარესავით ღრმა არის. რატომ გეცინება კუკარაჯა მეგონა აღარ მოხვიდოდით. არა და უკვე 9 საათია მოსული ვარ უბრალოდ ინდუსებს გვაქვს ასეთი წესი აბატინა რაც არ უნდა დროულად მივიდეთ ლოკაციაზე 1 საათი მაინც კრუგი უნდა ვუტყეთ უბანს სანამ შაურმა არ გაცივდება და მოთმინების უნარი ბოლომდე რომ აგევსებოთ ხოლმე აი მე გამოვჩდებით კუკარაჯა მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ დაბრძენდი ინგირა.
საიდან დავიწყო ინგირა ჩემი ორი მოპედის ამბით თუ შენი ორი მოპედის ამბავი მთელმა თბილისმა იცის უკვე. ამიტომ პირდაპირ მთავარ საკითხზე გადადი. კარგი მაშინ დავიწყოთ თქვენი გვარი და სახელი მე ინგირა ინგა რათხვისასული ჩაკრაპორტი დავიბადე ქალაქ დელიში დედა ინდირა ნათხუ ჩაკრაპორტი გურდადისასული გარდამეცვალა თბილისში ჯანსაღი გუგას ბურგერის გასინჯვის შედეგად ინდიან სტრიტ ფუდის შემდეგ ორგანიზმმა ვეღარ აიტანა. მამა რათხუ გეორგოვიჩ ჩაკრაპორტი გარდამეცვალა იჯოგით. ამჟამად ცხოვრობთ ვაჟა-ფშაველაზე სამედიცინოს ეზოში მე და ჩემი 200 მეგობარი. გასაგებია საჩივარი შემოვიდა თქვენ სახელზე და გაგაცნობთ ყველაფერს რას ამბობთ? რა საჩივარი? ვისი საჩივარი? ბინის მეპატრონის წესრობ თქვენი სახლიდან ხმაური გამოდის ახლა სახლის მეპატრონეს ვესაუბრეთ და ორ გოგოზია მხოლოდ დაქირავებულიო ასე გითხრა კი ნამდვილად მართლა ორი გოგო ცხოვრობთ მხოლოდ და მხოლოდ და სახლის მესაკუთრე ამტკიცებს რომ 20 ინდუელი ცხოვრობთ მაგ ერთოთახიან ბინაში ტყუილია ყველაფერი ტყუილია ეგ ძველი კახმა შურს ჩვენი რომ აღარ ავირჩება მაგასთან ეგ მაგის სახლიდან გამოდის ხმაური და კურკუმის სუნი კურკუმა კურკუმტიპაჰა ანიუ მეპატრონე სტუის დიახ თქვენ რა ჩემი არა გჯერავთ რითი და მიმტკიცებთ რომ 20 ადამიანი ცხოვრობთ მაგ სახლში რითი და თქვენი სახლის კართან 10 წყვილი ჩუსტი დავთვალეთ ხომ იცით ჩუსტები არ სტუიან ასევე ამავე საცივარში წერია რომ თქვენ ურთიერთობა გაქვთ დაბალი შეფასების მქონე მოკრიმინალო სუბიექტთან სახელად მურტალო თქვენ რა შეგიძლიათ ქალს ყოველ დღე ახალი ვარდი მოუტანოთ? ელემი არ შემიძლია საიდან აბა როგორ ვერა აი მურტალოს კი შეუძლია? შეგიძლია 3 მეტრის მოშორებით მუშტი მოიქნიო და 10 მეტრის მოშორებით გადააგდო ვიღაცა კაცი? კი შემიძლია ეგ ხომ ყველა ინდუელს შეუძლია შენ რა შეგიძლია -15 გრადუსში ფეხზე ფეხტიტოელა ფეხზე მხოლოდ ჩუსტები ამოიცვა და მაგით იტანტალო ქუჩაში? შემიძლია ყველა ინდუსი მასი არ დავტანტალებთ ზამთარ ზაფხულ თოლჭყაფში შეგიძლია? თოლჭყაფში ცოტა გამიჭირდება აი მურტალოს კი შეუძლია მურტალოს არც ერთი ამინდი არ აშინებს არც თოვლი არც ქარი არც ცვალებადი მოღრუბლულობა და იცი რატომ? რატომ? იმიტომ რომ მურტალო კაცია და კურკუმიანია ერთი რაღაცა მინდა გკითხო მართლა გიყვარს ის კურკუმის სუნა დაყროლებული კაცი თუ გეშინია მისი შინ რა იცი სიყვარული რა არის?
სიყვარული ინდიან სტრიტ ფუდში შეძენილი პლანტის საჭმელია, რომელიც რაჯამ ჩვენს უბანს აჩუქა და ცოდვა ის ადამიანი, ვინც ამის გასინჯვის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან. შენ ეგ ვინ ითხრა კუკარაჯა? ქალბატონმა ანიკომ. ქალბატონი ანიკო ვინ არის კუკარაჯა? 2 მილიარდიდან ერთ-ერთი არის. ამის შემდეგ ინგირასა და კუკარაჯას ბედი სამუდამოდ შედუღავდა. გახარებული კუკარაჯა თათვირთული პარკებით და თამასთან ერთად ავიდა ქალბატონ ანიკო ჭრაქისთან. ინციკიდანა პერპი კუბი ჰადი. კუკარაჯა? არ მითხრა რომ ეს ყველაფერი ჩემმა შვილმა მოიპარა, თორემ ეხლავე თავს მოვიკლავ. კუკარაჯა? არა, ქალბატონო ანიკო, ინდური სამზარეულო დახურა სურსათის აგენტომ და იქიდან წამოვიღე რაღაცეები. ძირს ეყარა და გადასაყრელად დამენანა. რა გევალება? კუკარაჯა, მილიციაში. რა ვიცი ქალბატონო ანიკო, ყველაფერი ბანდიტების დაჭერა, წესრიგის დამყარება, მოზარდების სულიერი აღზრდა და თავისუფალ დროს კურიერადაც მუშაობ ხოლმე. ესეც ჩემი სულის გამოსაცდელად ქალბატონო ანიკო. შენ რა იცი რა არის? სული კუკარაჯა. თქვენ იცით ქალბატონო ანიკო? სული მე მაინც Google Maps-ში გამომწყდეული კურიერი მგონია, რომელსაც გზაებნა და ცდილობს ამ გზის პოვნას. ხან ვინმეს ეკითხება, ხან ხელით მიანიშნებს, ერთხელაც იპოვის სწორ მისამართს და გათავისუფლდება და დაისვენებს კუკარაჯა. ქალბატონო ანიკო, სადა მოიკითხეთ ეგ სიტყვები? ქალბატონო ანიკო, ავტობუსის გაჩერებასთან ეწერა ნაგვის ურნაზე. ამის შემდეგ მოვლენები ელვისებურად განვითარდა და ინგასთან შაურმის მისატანად მისული კუკარაჯა შემთხვევით მურტალოს გადაეყარა. შაურმა თქვენ გამოიძახეთ? არ გაინძრე მურტალო? მაგ შაურმას ხელი მაგრად მოუჭირე და ცოტაზე მოთაწიე. შეიძლება დავჯდე? დაჯიხი, მაგრამ იმდენი ხანია მოპეზეზი ხარ. მე შენს ადგილზე ფეხზე დგომას ვარჩევდი. ხუმრობ? კარგია, როცა ინდუსი კურიერი ხუმრობს. და რატო ფანჯრიდან არ შემოხვედი? კუკარაჯა. ამ სარდაფსა და აქ ფენჯერა. კარგად ისვი? პანელს, კუკარაჯა. სხვათა შორის ალუჩასაც. ოღონდ ჯერ არ შემოსულა. 5-დან 2-ს 10-იანში ვარტყავ. 3-ს 9-იანში. მანძილი ხომ არ გაინტერესებთ? რა გინდა კუკარაჯა? რატო მოხვედი? შაურმის ჩაკბეცისთვის სროქს ნუ ამკიდებ. არ მეკადრება მე მურტალოს შაურმის გამო ჯდომა. ქალს თავი დაანებე და აჰა, შაურმა წაიღე. ესე იგი, შაურმის დაგვიანებისთვის სროქს ნუ აკიდებ, არა? არ გიკადრება, არა? გაუშვი კუკარაჯა! ყველაფერს გაფიცებ, გაუშვი კუკარაჯა! გთხოვ, გაუშვი! აი ხომ ხედავ, თუ კიდე დაგიჩოქებ კუკარაჯა, ხოდ გაუშვი! ადექი ქალო.
ადექი ქალო. კურკა მისუნა დაყროლებულ მურტალოსთვის. თავს როგორი მცირებ, ადექი? არა! გაუშვი კუკარაჯა, გთხოვ, გაუშვი თორე თავს მე არ ვიცოცხლებ. მეც გადაგა? წადი მურტალო. ოღონდ ფანჯრიდან. დაგავიწყდა ამ სარდაფს, ფანჯარა რო არ აქვს. მაპატეთ აურიე ცოტა მეც Google Map-ივით. წავალ ახლა, შეკვეთა მაქვს მისატანი. მომეხმარე. კუკარაჯა. ჩაკრაპორტის სუსპიცა ვარ. შენი გადახსნილი ვენებიდან თუ სისხლი არ დავლიო და შაურმა არ დავაყოლო. არ მომკლე მურტალო. ორი შეკვეთა მაქვს მისატანი და ნუ დამტოვებ. ისე იმ ხალხსაც ვატოვებ შიერს. მე ჯერ ეგ შეკვეთა მიგეტანა. და მე მოსულიყავი აქ. მასე ვაპირებდი უბრალოდ მისამართი ამერია. მე რო არ მოკლა კუკარაჯა, ის ორი კლიენტი მაინც მოკლავს. ეგეც შაურმას რომ მიუტანა. ამიტომ ახია შენზე. მართალია. ახია. Google Maps რო Google Maps თავი დაანებე, უბრალოდ არიფი ხარ და კალმა დაგაბა. თორე ჩვენ საქმეში შენ რო იაღლიში მოგივიდა, ეგეთი არ მოსულა. მურტალო! გთხოვ არ ესროლო. გთხოვ თუ სროლა გინდა? მე მესროლე. ინგა, შენთი სიკვდილი ხარ ტაჯ-მაჰალობა. ამიტომ კუკარაჯა უნდა მოკდეს. ამის შემდეგ საქმეში სასამართლო ჩაერთო. ქალბატონო ინგირა, სასამართლოს მოუყევით. როგორ მოხდა ყველაფერი? კუკარაჯა, შეევედრე არ მომკლაო. ამან მე შენ გითხარი კუკარაჯა. მე კაცი არ ვიყო. თუ შენ ინდური სტრიტ ფუდის საჭმელი არ გაჭამო. დაადგა თავზე. პირი გააღეო. მეთქი, მე მაჭამეთქო. დაარაო. ინგირა. ახლა შენთვის სიკვდილით ტაჯ-მაჰალობაო. ამისთვის კი ტანჯვაო. და მერე ინგირა! შვიდი ტყვია. 3 ლიმონკა. 4 ჰაუბიცა, 1 ბარკალკა, 15 კვერცხი, 11 რიყიშკა, 2 ტაფა, 20 ბლისკურკა, ესროლა ინგა ბურტალოს და სუღელა აცილა. ნამდვილი კურიერივით ვერც ერთი ვერ გაარტყა სწორ მისამართზე. გამატარეთ! გამიშვით! რა ხდება? გამაგებინეთ! უი, ეს ქალბატონო კეთი, როგორ მოგეწონათ ინდური კუკარაჯა? რა უქენით ჩემ კუკარაჯას? რა გააკეთეთ ეს? რა უქენით ჩემ კუკარაჯას? თქვენ ურჯულოებო, დაგხოცავთ ყველას! როგორ მესისგები ამის ჩამოთრეულები? გაიძულეთ ახაკეთ! არ გვესულოთ ქართველები ვართ მე! წადი აქედან, რა უქენით ჩემ კუკარაჯას? იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345.
ახალი ქსელები 345, მარტივი 45.